სამარცხვინო კლოუნა და ფასების კომისიად რო ვიცნობთ 3 თვის ამ კომისიის მუშაობის თავზე საქართველოში აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე ფასი გაიზარდა, აბსოლუტურად ყველა სერვისზე ფასი გაიზარდა. გეოპოლიტიკური ვითარების გამო ქვეყნის მახლობლად რეგიონში საწვავის ფასი არის გაზრდილი 90 თეთრით, რაც კასკადურად აბსოლუტურად ყველა პროდუქციას აძვირებს და ეხლა ამ ყველაფერს ემატება კიდევ ერთი ნიუსი, რომ მათ მიერ გადადებული, პიარულად უბრალოდ გადადებული დენის ტარიფის ზრდა, აგერ ოფიციალურად სემეკის მიერ მოხდა და 5 თეთრით კიდევ საქართველოს ყველა მოქალაქეს დენის ტარიფიც გაიზარდა. საწვავის ფასის ზრდა, დენის ტარიფის ზრდა პირდაპირ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა სერვისზე, რომელსაც ყოველდღურად მოიხმართ და აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე, მათ შორის ასოთად პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად გაიზრდება. კიდევ ამას ემატება გაურკვეველი ვითარება რეგიონში და როდის აღდგება ის კომერციული ჯაჭვები, რომელიც საქართველოს ამარაგებდა სხვადასხვა პროდუქციით. ამ ვითარებაში ყიყინის მაგივრად იმ კომისიაზე, რომელიც აბსოლუტური აბსურდით არის, ბოროტებით არის დაკავებული და ბიზნესის ბრჭყალებში გატისკვით არის დაკავებული ვინმე წილოსანი, მამამისი რო ყავს ჩვეულებრივ სისხლის სამართლის დამნაშავე. აი ამ ვითარებაში, აი ამ კომისიის ყიყინს კი არ უნდა უსმენდეთ, სახელმწიფო უნდა მოქმედებდეს. სააქციზის გაუქმება საწვავზე არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად დროებითი გაუქმება, არის ყველაზე სწრაფი მექანიზმი იმისთვის, რომ რაღაცა ფორმით შეჩერდეს საწვავის ფასის და შესაბამისად ყველაფერზე ფასის ზრდა და საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო არ გაღარიბდნენ პირველ კვარტალში 2026 წლის, ვიდრე ისინი იყვნენ 3 თვის წინ. ამიტომ იმოქმედონ დახურონ ეს კომისია, თქვან რომ ეს იყო იდიოტიზმი და არაფერი არ გამოუვიდათ, დაწიონ გაუქმონ დროებით აქციზი და დაიწყონ დენის ტარიფის სუბსიდირება ამ ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი უდგება საქართველოს ბევრ მოქალაქეს.